ხوار შეიძლება რაღაცა გავაფუჭოთ, რაღაცა გავაუარესოთ და ვილაპარაკოთ, რომ სამაგიეროდ ნაცები არ ბრუნდებიან. ასე ხوار შეიძლება, ასე როდენდე უნდა იყოს. და შენ ამას რო ამბობ, ამას ნაცების წისქვილზე ასხავ წყალს. და ნაცების ვიდეოები ვინ გაანადგურა ამათმა, ხო? ნაცების დანაშაულების ვიდეოები ვინ გაანადგურა ამათმა. კი ბატონო, და მეორეა კიდე, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ ის, რომ ხელისუფლებამ საკუთარი ცუდი რაც აკეთა წარსულში ახსნას იმით, რომ მე გარისამყარო მაძარებდა მაგას და არ მქონდა, ეგ უნდა ეგ იმიტომ ვაკეთე, რომ ეგ რო არ გამეკეთებინა ქვეყანას რაღაც უბედურება დაატყდებოდა. არ უნდა მივიღოთ ეგ, რატო იცით? მაგას გეტყვის მომავალში. აი ახლა ამ წუთებში კი არა, აი ხვალ რო დაგიგმილი აქვს რაღაცა ცუდის გაკეთება, ზე გაგიხსნის მაგით, რომ ამას ეგ თქვენთვის გავაკეთე, კაცო, იმიტომ რომ რამხელა ზეწოლა იყო, რამხელა ძალები იყო საქართველოსკენ მომართული თქვენ ვერ წარმოიდგენთ. კი, ჩვენ უნდა მივცეთ ჩვენ თავს უფლება იმის, რომ რეალურ ქვეყნის პრობლემებზე პრეტენზიულად ვილაპარაკოთ. არ შეიძლება ეს პოლიტიკური მსჯელობის, პოლიტიკური პრობლემების დასახელების ჩახშობა, გაუთავებლად ჩახშობა იმ არგუმენტით, რომ ვაიმე რაღაცა, ვაიმე deep state გვებძვის ნავი არ ვარ deep state გვებძვის, ნაცები ბრუნდებიან, ოცნება გამოსწორდა, რაღაცა ასეთი სისულელეებით მოკლა ნებისმიერი მსჯელობის. არ შეიძლება და ვინც ამას ხელს უწყობს და ვინც ამას უწონებს საერთოდ ასეთ პოლიტიკას, ვინც უწონებს, მათი ხელი არის გასვრილი. თან ეგეთი ხშირად რას გვეუბნებიან, იცი? აცარით რა. რავი, დაცრილი არ არის, ხა ჩვენ აქ რო ლაპარაკობთ ამით. მაგაზე მეტი დაცდა რაღაც. მაგით ხელს უშლით რამეში? ხო და აი უყურე რაშია საქმე, ლაპარაკიც აღარ შეიძლება. სინამდვილეში ხელს უშლი, იმიტომ რომ მათ რანაირად უნდათ, იცით? ჩუმად იყო. საერთოდ კრიტიკაც აღარ შეიძლებოდეს რა, მოდი რა, იმიტომ რომ ცუდად ხვდება ყურში. ყურში არ ესმის კარგად რაღაც. მე აი რაღაც ცოტა ხანში გამოხედვა არ მოეწონება, შენ რაღაც მაყოფილო სახე რაღაც გაქვს. არც ეგ არის გამორიცხული ამ პირობებში, ხო და აქ სინამდვილეში მოდით რა, აი რეალურ გამოსავალზე ვიფიქროთ ყველამ. საქართველოს მართლაც არა უკრაინასავით გადაგდებული რაღაცა არანაირი უსაფრთხოება დაცული არა გვაქვს და ჩვენ მსჯელობთ რაღაც აბსურდულ თემებზე, ჩვენ კი არა კონკრეტულად საზოგადოებას ვშველობთ რაღაცა ჰაერში გამოკიდებულ რაღაც პრობლემებს ჩვენ თვითონ ვიგონებთ და მოდი ნამდვილ პრობლემებზე ვიმსჯელოთ, უკრაინის მაგალითით გავითვალისწინოთ რაღაცეები და გარე პოლიტიკა მოვაწესრიგოთ. შიდა პოლიტიკა რომ ასეა რომ მართლა ცოტავდებით, აი ელემენტარულად აი ვიღაცამ ახსნას რა იცი, თუ ყველაფერი კარგად არის. თუ კარგად მიდის ტენდენცია საქართველოში, მაშინ რანაირად ცოტავდებით. ეს არის სინამდვილეში ერთადერთი კრიტერიუმი, რაღაცა გამოგონება კი არ უნდა, რაღაცა ეკონომიკის ციფრები და GDP და რაღაცები არ მაინტერესებს, რატო ცოტავდებით? ცოტავდებით? ცუდად არის, ესე იგი საქმე. სინამდვილეში რო ცოტავდები, ეგ უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე რაღაცა ეკონომიკური მაჩვენებელი და ასე შემდეგ. ხელისუფლებასთან ირაკლი ბიძინა ივანიშვილის ისევ იმ ინტერვიუს გავიხსენებ, სადაც თქვა, რომ აქ ვერ დავასახმებთო და ანუ საქართველოს არ ქონია პოტენციალი, რომ 3 მილიონი ნახევარი ადამიანი შეინახოს. თურმე თუ აქ მაგის პოტენციალი არ არის და ეს ხალხი აქეთან უნდა გაიქცეს. თქვენ რატო არ გარბიხართ, კაცო? ანუ რანაირად ხდება, რომ ქართველისთვის არ არის საქართველოში ადგილი და თქვენ აშენდით. რანაირად ხდება, რომ აი სათამაშო ბიზნესების სტატისტიკაა მაგალითად რამხელა მოგება ნახეს ამ წელს 2024 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 1.8 მილიარდი 1.8 მილიარდი ლარით გაიზარდა. წარმოგიდგენთ ერთ წელში. ხო. და რაღაც კოლოსალური ციფრი შეადგინა.
ხო, ანუ ბანკებიც ხო ეს ყველაფერი ამათია. ეს ამათია, კაცო, ეს მონოპოლისტები სულ ესენი არიან, ეს ნუ რა ვიცი, წარმოუდგენია რომ ვიღაცა ჩვეულებრივი ადამიანი გაიქაჩა და ეგ ამათია სულ ყველაფერი. და შეკითხვა, კაცო, თუ ამ ქვეყანას არ აქვს 79 თითქმის 70000 კვადრატული კილომეტრია საქართველოს, რა თქმა უნდა, აფხაზეთიან, ოსეთიანად ჩვენია. დროებით ვერ ვაკონტროლებთ. თუ ამ ტერიტორიას ამხელა რესურსებით ორი პორტი გვაქვს, ქვანახშირის საბადოები, ოქროსა და რავი, გვაქვს ეხა. არა ვართ ხატაკი ქვეყანა. ჩვენზე ღარიბები არიან ბუნებრივად, მაგალითად ისრაელი. ხო, და კიდე არაერთის ჩამოთვლა ცხოვრების დონით ახლოს ვერ მივალთ. მოსახლეობა ჩვენზე მეტია. ანუ პატარა ისრაელი ინახავს ჩვენზე მრავალრიცხოვან მოსახლეობას. თუ აქ ეს ტერიტორია სადაც ყველა კუთხე რენტაბელურია, ყველგან რაღაცა მოდის. 3 მილიონ ნახევარ ქართულს თუ ვერ ინახავს. თქვენ რატო არ გარბიხართ ამ ქვეყნიდან? ეგ როგორ ხდება, რომ რაღაცა რამდენიმე ოჯახი აშენდა, აი ქუჩაში გამოდიხარ და რო ხედავ, რაღაც ზერადღირებული მანქანები, რაღაცა სახლები, ვიღაცას რაღაცა საათი უკეთია მაჯაზე, ვიღაცა ჩაურებრივ ადამიანს რო სახლი აქვს იმ ღირებულების, ხო? ეგ რანაირად ხდება, კაცო? ეგ ხდება და თან აი საქართველოში ეხლა რო გადავხედოთ აი პერსპექტივა რა ჩანს, რა მომავალი ჩანს საქართველოზე, ძალიან სამწუხარო მომავალი ჩანს. ჯერჯერობით ვიღაცები ამ სიტუაციაში რო ახერხებენ რაღაცა ოპტიმისტურად და ვაიმე ავშენდით, ვიღაცები ეგრე ახერხებენ, რომ აი ეხა ოცნება მოიგო და ვაიმე ავშენდით, ეგრე ხო გამოხატავენ არა? ძალიან სამწუხარო მომავალი გველოდება, ასე თუ გავაგრძელებთ ჩვენ. საერთოდ გადარჩენას და არსებობას როგორ ვაპირებთ, მე არ ვიცი, იმიტომ რომ კაცო, რაც დრო გადის, პრობლემები გროვდება, იმატებს და არაფერი გამოსწორებისკენ არ მიდის და ასე გაგრძელება არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ დავცოტავდებით და რაღაცა ზღვარის იქით უკვე ისეთ მდგომარეობას მივახცევთ, რომ გამოსწორებას აღარ დაექვემდებარება. ამიტომ აქ ჩვენ რამენაირად უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ პოლიტიკური გარემო გავაჯანსაღოთ. პოლიტიკური გარემო აი ესეთ ტყვეობაში რო ვართ, რაღაცნაირ ტყვეობაში რო ვართ, რომ წინა საარჩევნო თუცა გამოხტებიან ხოლმე და რაღაცა ისტერიკას გამართავენ ეს ოპოზიცია და ოპოზიცია ერთად. რაღაცა ისტერიკას მოაწყობენ და ხალხი იძულებულია ან ერთს მისცეს ხმა, ან მეორეს. აი ამ რაღაცა ისტერიკიდან უნდა გამოვიდეთ და ცოტა რაციონალური, ცოტა გათვლილი პოლიტიკაზე გადავიდეთ. რაღაცა მსჯელობის საშუალება რო იძლევა. ეგეთ პოლიტიკაზე უნდა გადავიდეთ ხალხო. ასე რა ვიცი, ასე თუ გავაგრძელეთ ჩვენ ნაცები და ვაიმე ოცნება და რაღაცეებში თუ ჩავრჩით. მაშინ მართლაც სხვადასხვა წავა მართლაც აქედან ხალხი. გამოგვიგზავნის კიდევ თქვენი აზრით ნაცებს გაასამართლებენ თუ ისევ ხელოვნურად მოაცოცხლებენ? არა, კაცო რა, მე ჩემ პირად დასვიტყვი და შენ ცხადია იტყვი, რომ მე აი შეკითხვას შეუბრუნებდი თვითონ შეკითხვის ავტორს, აი 4ჯერ რომ მოგატყუონ ერთი და იგივე ტყუილით. მე-5ჯერ დაიჯერებთ? ანუ აი ერთი და იგივე ტყუილი გითხრეს და 4ჯერ აღმოჩნდა ტყუილი აი მაგრა გაჭამეს. მე-5ჯერ იგივე ადამიანს იგივე ტექსტით, ზუსტად იგივე ტექსტით. დაუჯერებ? აი თუ კისით პასუხი შენ თვითონ გაიცი. საერთოდ როგორ არის, იცი, თუ 4ჯერ დაიჯერა ადამიანო, მე-5-ეთაც დაიჯერებს. ნუ ეგ უკვე უდურესად პესიმისტური. არა, რატო? იმიტომ რომ საერთოდ რაღაცა ტყუილი ერთხელ, მაქსიმუმ 2ჯერ თუ დაიჯერე, მერე უკვე აღარ უნდა დაიჯერო, თორე 4ჯერ თუ დაიჯერე, ესე იგი დიდი შანსია რომ კიდე დაიჯერებ და საერთოდ როგორი რაღაცა იცი, მაგას რომ ხედავს ქართული ოცნება, ის იმპულსი უჩნდება, რომ ყოველ შემთხვევაში მაგ დასკვნას აკეთებს, რომ კიდე დაიჯერებს. და ჯერჯერობით მართლდება. მაგაზე წავა აუცილებლად ეცდება, რომ კიდე დააჯეროს. და რომ არ დაიჯეროს, უყურე რა შეესაქმე.
აქ ვიღაცამ რომ არ დაიჯეროს, მეორე მხარეს არის წარმოჩენილი, კარგი, მაშინ ნაცები ბრუნდებიან. აი უყურე, აი მთელი მზაკრობა ამ საქართველოს პოლიტიკის მაგაში მდგომარეობს, რომ საქართველოში ვიღაცა რაღაცას კი არ იჯერებს, ტყვეობაშია. საქართველოში ვინმე რამეს კი არ აი ახლა მაგალითად წინა საარჩევნოთ რანაირი გარემოც იყო, რაღაც დაჯერების და იმის მოვლენა კი არ იყო. საქართველოში მოსახლეობა არის გარემოების ტყვეობაში და სხვანაირად არაძლევენ საშუალებას, რომ რაღაცა ნაბიჯი გადადგას. ანუ პასუხისგებლობას კიდებენ, რომ აი შენ თავზე რო აიღო და სხვა მიმართულებით გადადგა ნაბიჯი, მერე დავიღუპებით და შენი ბრალი. აი ასევნებზე იყო ეგეთი ასე ვთქვათ message box-იც, ანუ მოცნება ხო მეხუთეჯერ ხო სცადა იგივე ტყუილი რო ეჭმია და უკუ რეაქცია ცხადია, ნუ სოციალური ქსელებით დავიწყეთ, ახლა ჩვენ საუბარია სოციალური ქსელები სარკეა ერთგვარი სოციალური ასე ვთქვათ განწყობების, მაგიტომაც გვია სოციალური ქსელი და საკმაოდ რაღაც სეგმენტი მნიშვნელოვანი ადამიანების წერდა, რომ მათ შორის ისეთი ადამიანები სააკაშვილის რეპრესია უშუალოდ მას რო შეეხო და წესით ყველაზე მეტად უნდა იყოს უკმაყოფილო ხელისუფლების, რომელიც სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა და მე დამნაშავეებთან პირის შეკრა, ანუ არ შეასრულა, ხო ხტები და ეგეთი ხალხი წერდა, რომ მე ვიციო, რომ ესენი მაგას არ შეასრულა, მაგის გამკეთებლები არ არიანო. ვიციო, რომ ესო მორიგი ტყუილია, მაგრამ ამათ უნდა მივცე ხმაო. კი, ეგ არის ზუსტად. ცოტა უკვე მართლა პესიმისტური არის. ეგ არის ფულია გამოსავალი. ეგ არის, რასაც ქართული ოცნება მთელი ძალით აკეთებს. აი ქართული ოცნება თუ კი რამეზე ძალისხმევას არის შურებს და ხარჯავს ძალისხმევას, არის ის, რომ მოსახლეობას არ კონდეს მეტი არჩევანი. აი მაგ ადამიანის განწყობა რაც იყო, რომ ვიცი რომ ტყუილია, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს. მაგ მოცემულობის შენარჩუნებას ცდილობს ქართული ოცნება. ზუსტად ეგ არის მიზეზი, რატომაც მაგალითად ჩვენი პარტია გააუქმა. ზუსტად ეგ არის მიზეზი. აქ სინამდვილეში ქართული ოცნება რეალურ ალტერნატივს, ის პოლიტიკური ძალები, რაც არიან მოცემულობა წარმოდგენილი, ის პოლიტიკური ძალები შინაარსობრივად რაღაც ახალს ხო არაფერს არ გულისხმობენ თავის თავში. ის პოლიტიკური ძალები არიან იგივეს გაგრძელება, რასაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა, ხო? რეალური პოლიტიკური ძალის დაბადებას ქართული ოცნება ყველანაირად ებრძვის. მეტი სხვა ძალისხმევა არ ხდება საქართველოში. ერთადერთი მიმართული ძალისხმევა თუ კი რამის წინააღმდეგ არის, რამე პოლიტიკური ძალა არ გამოიკვეთოს, როგორც არის, ასე დარჩეს. იმიტომ რომ მოსახლეობა არის ასეთი განწყობის. ვიცი რომ ტყუილია, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, მაინც უნდა მივცე ქართულ ოცნებას. ასეთი განწყობა აწყობს ქართულ ოცნებას. ხო და თან ეს გარემო რანაირ ვითარებას იმდენად ამაზეა ძალისხმევა, რომ ყველანაირი მსჯელობა მოკლულია. ყველანაირი საქართველოს პრობლემებზე რაღაცა გამოსავალზე მსჯელობა მკვდარია ამ ქვეყანაში და პოლიტიკა საერთოდ არ მიმდინარეობს და ადამიანები როცა აყენებენ საკითხს ასე რომ აი რაღაცაზე ვილაპარაკოთ, ბანკებზე ვილაპარაკოთ, დემოგრაფიაზე ვილაპარაკოთ. კი ბატონო, კაცო, ეგ არის მართლა პრობლემა. ჩვენი ქვეყნის პრობლემა ეგ სინამდვილეში ეგეთი საკითხები. მაგ პრობლემებს ეხლა რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, იგივე დემოგრაფია, იგივე სათამაშო ბიზნესის მოგება, იგივე ნარკომანია რაც შენ ახსენე, მაგაზე უკვე პირდაპირ დეკლარირებულად კანონს იღებენ და მაგით გაგაჩუმებენ როგორც მოგთხოვენ, აი რაღაცა წყარო მიუთითე, რაღაცა და პირობითად ეგ იქნება ესეთი წყარო, რომელიც ხელისუფლებამ უნდა მოქცეს, რაღაც განცხადებ და არც მოქცემს მაგას. შესაბამისად, ანუ პრაქტიკულად შეგბოჭავენ, ვერ ისაუბრებ მაგ თემაზე. კი. ამიტომ დეკლარირებულად მოგვიწევს ასე საკითხის დაყენება, რომ რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ეს არის უბრალოდ ჩვენი აზრი. ჩვენ ასე მიგვაჩნია. მე უბრალოდ ჩემ აზრს ვამბობ და ვიღაცა შეიძლება არ დამეთანხმოს.